გადაცემაში ამ წუთებში ქართული ოცნების ოფისში მართლაც საგანგებო ბრიფინგი დასრულდა. განცხადება საარჩევნო შტაბის პრეს-სპიკერმა გააკეთა. ნათია თოიძე ისაუბრებს, რა თემები იყო დღეს მთავარი ამ საგანგებო ბრიფინგზე. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში გამართული ბრიფინგის მთავარი თემა იყო დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატების შესახებ. ამ შესახებ განცხადება გააკეთა დღეს საარჩევნო შტაბის პრეს-სპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა და მან კატეგორიულად უარყო დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თითქოს უკვე დასახელებული არიან ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატებად. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ გიორგი გეგეჭკორის ეს განცხადება. გამარჯობა, მოგესალმებით. სურს გაგაცნოთ კოალიცია ქართული ოცნების განცხადება. კოალიცია არადასტურებს ტელეკომპანია რუსთავიორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით. კოალიციის საარჩევნო შტაბი აცხადებს, რომ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიის ფორმირების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და მათი ვინაობა საზოგადოებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში გახდება ცნობილი. მოგმართავთ თხოვნით, ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმოთ საარჩევნო შტაბში და თავი შეიკავოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. კოალიცია ღიაა ყველა მედია საშუალებასთან თანამშრომლობისთვის. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა გიორგი გეგეჭკორს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, რომ მელორ ვაჩნაძემ დღის განმავლობაში რამდენიმე მედია საშუალებასთან საუბრისას გააკეთა განცხადება, რომ ის არც ადასტურებს და არც უარყოფს კონსულტაციებს ქართულ ოცნებასთან, გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა, რომ არც ის უარყოფს და არც ადასტურებს კონსულტაციას მელორ ვაჩნაძესთან. მან თითქმის დაადასტურა ის, რომ მელორ ვაჩნაძესთან და დასახელებულ ადამიანებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენ შეგვიძლია ეს განცხადებაც მოვისმინოთ. მელორ ვაჩნაძესთან კონსულტაციები მიმდინარეობდა თუ არა, ამას არც ადასტურებს და არც უარყოფს, როგორც თავად განაცხადა. დღეს მე შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ვინაობა იმ ადამიანების, ვიდრე საუბარია, რომ დასახელდებიან მაჟორიტარ კანდიდატებად ქართული ოცნების სიით. ვაკეში გიორგი მუსხელიშვილი, დიდი ღომში მაკა გვარამია, ლილოში გულიკო ზუმბაძე, თემქაზე ჯაბა სამუშია, კრწანისში გია კორკოტაშვილი, მთაწმინდაზე ჯაბა ჯიშკარიანი, ჩუღურეთში მელორ ვაჩნაძე, ზახესში კობა კობალაძე, დიდუბეში კი ზაზა კოლელიშვილი. როგორც უკვე გითხარით, ქართულ ოცნებაში ამ სიის საბოლოო ვარიანტს არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. ნათია თოიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ქართული ოცნების ოფისიდან. მადლობა ნათია, ჩვენ